პირველად ეს ჯგუფში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, როდესაც ადამიანები გრძნობენ დაჭიმულობას და დისკომფორტს კისრის არეში. და ეს ტკივილი იმდენად დიდია ზოგჯერ, რომ უჭირთ ვარჯიშის ბოლომდე მიყვანა. მე თქვენ გაჩვენებთ, რა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, მაგრამ არა ერთადერთი. ხშირად ამოდიან გვერდით და პლანკის პოზიციაში, დაუშვებულია თავის ზედმეტად ქვემოთ გადახრა, ან პირიქით ზემოთ, ასევე დაუშვებულია წინ გაწევა, მაშინაც ჩდება დაძაბულობა კისრის არეში. შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია, დააკვირდით ზედმეტად ხომ არა წვევით არეს, აქაც გვჭირდება არ იყოთ ჩავარდნილები და ზემოთ აიწიოთ, დამიჭიმეთ ლატერალური პრესი, გადაანაწილეთ სწორად სიმძიმე მთლიან სხეულში, როგორც ქვედა სეგმენტში, ასევე ზედა სეგმენტში. ხშირად ჯგუფში ვამბობ, რომ ამოდით ქორის კუნთების ხარჯზე და კისერი არ იყოს დომინანტი. ამოდიან დომინანტი კისრით და უფრო მეტად ეჭიმებათ კისერი და იდეთ თავქვეშ მატი, პირსახოცი. ხელების დახმარებით ჩასუთქვა და ამოსუნთქვით. ამოდიხართ, ისე რომ თავი არ უნდა მოაცილოთ მატიდან და ისევ ჩადიხართ ქვემოთ. დატოვეთ რაღაცა სივრცე აი აქ, რომ დაჭიმულობა უფრო მეტად მოიხსნას.